ჯორჯიან ამერიკანელოის წარმოგიდგენთ გადაცემას ქუჩის აკადემია. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ დავით სუბელიანი და დღეს შემდეგი 40-45 წუთის განმავლობაში ვისაუბრებ თქვენთან ერთად თემაზე, რასაც ქვია კანაბისის რეგულირება საქართველოში, მოსავლელი დეკრიმინალიზაცია და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. რა რეალობა გვაქვს დღეს და რას შეიძლება ველოდოთ უახლოეს და ცოტა შორეულ მომავალში. ვინ ვარ მე და რატომ ვარ მე აქ? მე არა ვარ ამ საკითხის ექსპერტი, ვარ მხოლოდ აქტივისტი. ვაპირებ რომ ვიყო ექსპერტი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ პრობლემა არის უმძიმესი და ის საქმე რაც მევაკეთებ არ მიყვარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და მგონია რომ აქ წვრილი შეტანა შემიძლია. მაქვს გეგმაში უახლოეს მომავალში დიდი ინვესტიცია გავაკეთოთ ჩემი დროის ამ საქმეში და მთლიანად მოვახმარო ამ საქმეს. ამით ალბათ იმის თქმაც მინდა, რომ მოსავლელი დეკრიმინალიზაცია, რომელზეც საქართველოში დღეს საუბარი მიდის, რომელიც ნაწილ ხალხს ეიმედება, რომ შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, იმიტომ რომ კანონ პროექტი შესულია პარლამენტში და კენჭისყრაზე უნდა დადგეს და არის გარკვეული სიგნალები, რომ შეიძლება გადაიჭრას და მიღებული იქნას დეკრიმინალიზაციის კანონი. ეს არ იქნება დასასრული და ეს არ იქნება მიღწეული მიზანი, ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი. სამუშაო არის ძალიან ბევრი. შევეცდები რომ დღეს თქვენთან ვისაუბრო იმის შესახებ, რა არის ეს, რა თემაზე ვსაუბრობთ, რა არის განშედგება, რა კომპონენტებისგან შედგება, რა გამოცდილება გვაქვს სხვა ქვეყნებში, რა შიშები გვაქვს, რა შიშები ქონიათ სხვაგან და როგორ დაუძლებიათ ეს შიშები და საქართველოში როგორი სიტუაცია გვაქვს, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ იმ წინააღმდეგობას, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ორი სიტყვა მინდა ვთქვა იმაზეც, რომ გარკვეულწილად არის გარდამტეხი მომენტი იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრძოლაში არიან ჩართული, გვაქვს ეს შეგრძნება. მე ამავდროულად ვარ 2 ივნისი გსმენიათ მოძრაობა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. ამ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ერთ-ერთი ლიდერი. თუმცა აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღეს მე 2 ივნისის სახელით არ ვსაუბრობ. მე დღეს უფრო ფართო თემებზე ვისაუბრებ, ვიდრე ეს 2 ივნისის მოძრაობის მანდატით არის განსაზღვრული. 2 ივნისის მოძრაობა წლებია ითხოვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და მხოლოდ წელს გაგვიჩნდა ჩვენ შეგრძნება საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან ერთად, რომ შეიძლება ძალიანაც ახლოს ვართ იმასთან, რომ რაღაცა ძვრა გავაკეთოთ ქვეყანაში. ამდენად ეს ლექცია რომ ტარდება დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თქვენ ისმენთ და იქნებით ინტერაქციაში ჩემთან ერთად, ტელემაყურებელიც მოისმენს ამას და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი კომუნიკაცია, რომელსაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ საზოგადოებასთან. რამოდენიმეჯერ ამ ბოლო ხანებში მომეწია სატელევიზიო თოქ-შოუებში მონაწილეობა და ვიყავი ფრიად უკმაყოფილო. მაგალითად გუშინ ნაცვლად იმისა, რომ საუბარი გქონდეს იმაზე, რომ ადამიანები დავიჭიროთ იმის გამო, რომ ისინი მარიხუანას მოიხმარენ, კანაბისს მოიხმარენ თუ არა, საუბარი მიდის იმაზე, რომ დაუშვათ აქციაზე ბავშვები უნდა იყვნენ თუ არა და ბავშვებს, რომელსაც ბენდენა უკეთეთ, მასზე კანაბისის ფოთოლი ეხატოს თუ არა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვად მიმაჩნია, რომ სწორი მესიჯინგი გავაკეთოთ საზოგადოებასთან. ამიტომ ვეცდები, რომ რაც შეიძლება ღიად თქვა ჩემი სათქმელი. ასევე მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ ნებისმიერ მომენტში, როცა ამ კითხვა გაგიჩნდებათ, გამაჩეროთ, გკითხოთ, ვიყოთ საუბრის დიალოგის რეჟიმში. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გაუვლია რაიმე ტრეინინგი იმის თაობაზე, როგორ უნდა გააკეთოს პრეზენტაცია, ერთ-ერთი პირველი, რასაც ასწავლენ, ის არის, რომ ასოს არ უნდა თქვას ის რომ ნერვიულობს, ან ღელავს, ან რაღაცა ვერ არის კარგად მომზადებული და ასე შემდეგ. გასული 10-15 წლის განმავლობაში ალბათ ასობით გამოსვლა მქონია აუდიტორიასთან სხვა ფორმატში, ჩემ პროფესიიდან გამომდინარე. ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მგონია ეს გამოსვლა და ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ მართლა მგონია რომ ცოტა გარდამტეხი მომენტია და არ მინდა რომ რაღაცა ისეთი გავაკეთო, ისეთი ვთქვა,
რომელიც საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს გააღიზიანებს. ამას ვამბობ, იმიტომ რომ ეს ძალიან ხშირად მემართება. გუშინაც, როდესაც ჩემს სათქმელი პირდაპირ თქვი, სატელევიზიო ток-შოუს შემდეგ, რამოდენიმე ჩემი მეგობარი ძალიან აგრესიულად მეუბნებოდა, რომ შენ ამაზე არ უნდა ლაპარაკობდი, რომ ხალხს შენ ამით აშინებ. კარგია, რომ ამას ქვია ლექცია და კარგია, რომ მე ვამბობ, რომ არა ვარ ორი ივნისის სახელით აქ. და ვარ როგორც ინდივიდუალური პირი დავით სუბელიანი. იმიტომ რომ მე მინდა რომ აქ ღიად ვილაპარაკო იმაზე, რაზეც ხშირად პოლიტიკურ პერიპეტიებში ეშინიათ საუბარი. არ შემეშინდეს იმის რომ აი აქ ეხლა თქვენ თვალწინ არის დაუშვათ პრეზენტაციის პირველი პეიჯი, რომელიც მოფენილი კანაბისის სცენარებით, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ საზოგადოებაში საუბარი ამ თემაზე არის ყოველთვის მოცული აი ესე თქვათ მოლოდინით რომ გავაკეთოთ ეს ვილაპარაკოთ ამაზე, ოღონდ არ გავაკეთოთ არაფრის პოპულარიზაცია. ჩვენ დღევანდელი ლექციის მიზანი არ იქნება არანაირი პოპულარიზაცია. ჩვენ ღიად ვთქვათ ის რაც ვიცით, ის რაც არსებობს დაგროვილი ცოდნა. კარგი, მოდი გადავიდეთ საქმეზე. იმისათვის რომ გავიგოთ რა ხდება საქართველოში, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში, არ შეიძლება არ შევხედოთ გარე გამოცდილებას. სამწუხაროდ ეს შეცდომა ძალიან ხშირად მოდით. საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება გარეთ. როგორი გვაქვს გლობალური კონტექსტი? სად არის მარიხუნა დაშვებული, სად არ არის დაშვებული და როგორ? ლურჯი ფერით, რაც ძალიან ცოტა არის სამწუხაროდ. მთელ მსოფლიოში გვაქვს წერტილები, სადაც კანაბისის მოხმარება არის ან ლეგალური, ან პრაქტიკულად ლეგალური. პრაქტიკულად ლეგალურის მაგალითს გეტყვით არის ჰოლანდია, სადაც მარიხუნას მოხმარება არ არის ლეგალური, ის მხოლოდ დეკრიმინალიზებულია, მაგრამ იმდენად ლიბერალურია დეკრიმინალიზაციის პირობები, რომ პრაქტიკულად ლეგალურად ითვლება. მხოლოდ ბოლო წლებში გაჩნდა პრობლემა ჰოლანდიაში, ისიც სხვა ქვეყნებთან მოსაზღვრე ქალაქებში, იმიტომ რომ ძალიან გახშირდა ესე ვთქვათ სხვა ქვეყნებიდან გადმოსვლა ადამიანებს, რომლებიც ყიდულობენ კანაბის კოფიშოპებში და გადააქვთ სახლში, მიაქვთ ეს თავენ ქვეყნებში. და ახლა პოლიტიკური მდგომარეობა კონკრეტული პერიოდში ქვეყანაში ასე ვთქვათ ზეგავლენის მომხდენი აღმოჩნდა და ზოგიერთ ამ ქალაქში ესე ვთქვათ შეიზღუდა რეგულაცია კოფიშოპებისთვის, გახდა უფრო კლუბური და მხოლოდ წევრებს შეუძლიათ ესე ვთქვათ კანაბისის შეძენა და აღარ არის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი. თუმცა თლიანობაში ჰოლანდია ითვლება რომ არის პრაქტიკულად ლეგალიზებული გარემო. ესე ვთქვათ სულ რამოდენიმე ხნის წინ მივიღეთ პირველი სრულიად ლეგალური ქვეყანა, ეს არის ურუგვაი, რომელსაც გააკეთა სრული ლეგალიზაცია. გაადგეს დიდი ნაბიჯი და აქვს ახლა ძალიან დიდი საერთაშორისო საკანონმდებლო ბრძოლა, ესე ვთქვათ, იხდის თავის პოლიტიკურ ფასს ამის გამო, თუმცა ურუგვაიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გააკეთებინა თავისი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. არის ძალიან დიდი ნაწილი ასე ვთქვათ, აი სტაფილოსფრად და ყვითელ ფერებში შეფერილი, სადაც კანაბისის მოხმარება არის ან დეკრიმინალიზებული, ან არ არის დეკრიმინალიზებული, მაგრამ რეალური პოლიტიკა არის, რომ სახელმწიფო თვალს კუჭავს და ადამიანებს ამის გამო არ დევნის და არ ზღუდავს. ტექნიკური თვალსაზრისით რუსეთიც ხდება, ხედავთ ამ სიაში, თუმცა რუსეთი არის ერთ-ერთი ნიშნულოვანი აქტორი საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ შეიცვალოს გლობალური პოლიტიკა ნარკოპოლიტიკის დერეგულირების მიმართულებით. სხვა რამოდენიმე მსხვილ ქვეყანასთან ერთად, როგორც არის ჩინეთი, როგორც არის ირანი და ასე შემდეგ. არის მთელი რიგი ქვეყნებისა, სადაც სრულიად არალეგალურია კანაბისის მოხმარება, ესეთი არის ჩვენი სამშობლო საქართველოც. მოკლედ სულაც ხედავთ. ეს რუკა საბედნიეროდ ამ ბოლო წლების განმავლობაში ხშირად იცვლება და ეს არის კარგი. ამერიკის კონტინენტზე ჩრდილოეთში ვხედავთ რამოდენიმე ლურჯ წერტილს, ყოველწლიურად გაჩნდება დამატებითი ლურჯი წერტილები დანამდვილებით. კონკრეტული შტატებიც არის უკვე ცნობილი, რომლებიც მოლოდინში არიან, რომ მიაღწევენ ლეგალიზაციას ძალიან მალე. თუთ რიგი დგას. თუმცა იქ პრობლემა არის ფედერალურ დონეზე. ამაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით. მოკლედ სრული კრიმინალიზაციიდან დეკრიმინალიზაციისკენ მიდის მსოფლიო. შეიძლება ითქვას ზოგადად ნელა, მაგრამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად აჩქარებულად და ეს არის იმედის მომცემი.
იმედის მომცემია ისიც, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო სამართალი, რომელიც გაეროს დონეზე არის, ასე ვთქვათ, წევრი ქვეყნების მიერ მიღებული და ქვეყნები ვალდებული არიან, რომ ამ საერთაშორისო სამართალს პატივიცენ და ემორჩილონ. ძალიან ძნელი არის მექანიზმი გაეროს კონვენციების ცვლილების. გვაქვს სამი კონვენცია 71 წლის და 82 წლის, აღარ მახსოვს ზუსტად, რომლებიც ზოგადად ნარკოტიკების კონტროლს ეხება და მათ შორის მარიხუანას, კანაბისის კონტროლს ეხება. როგორც კი ხარ, ასე ვთქვათ, ხელმომწერი კონვენციის, შემდეგ ძალიან ძნელია აქედან გახვიდე. ან თუ გადიხარ, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადო. ხოლო თავად კონვენციის ცვლილება მოითხოვს ყველა წევრის თანხმობას, რაც ჩემს მიერ ცოტა ხნის წინ ჩამოთვლილი ქვეყნების ჯიუტი დამოკიდებულების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ დღეს რეალურად საუბარი მიდის იმაზე, საერთოდ ხორნა შეიცვალოს გაეროს დონეზე გლობალური ნარკოპოლიტიკის მექანიზმები ხორნა შეიცვალოს და იქნებ ეს კონვენციებით არ უნდა იყოს მართული, არამედ ცოტა სხვანაირად, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ მეტი დამოუკიდებლობა. მოკლედ, როგორც ვთქვით, ეს ძირითადი გამოწვევა არის ჩვენი მყიფე საერთაშორისო სამართალი. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში რამოდენიმე მცდელობა იყო, რომ ამ ასე ვთქვათ, მოცემულობისთვის დაერტყათ და რაღაც ცვლილება გააკეთებინა და არ გამოვიდა. 2016 წელს არის დაგეგმილი ძალიან დიდი შეხვედრა ვენაში, სადაც ბევრი ეს პოლიტიკის მკეთებელი ადამიანები შეიკრიბება სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ხელეწიფებათ, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. ექსპერტების ნაწილი იმედით უყურებს, უფრო დიდი ნაწილი უიმედოდ უყურებს, იმიტომ რომ როგორც წესი აი ესეთ შეხვედრებზე ადამიანები მიდიან, მსჯელობენ დღეების განმავლობაში, მეტად და მეტად პროგრესულად მსჯელობენ, მაგრამ ვერ აღწევენ კონსენსუსს, რომელიც აუცილებელია, იმისაც რომ ცვლილება განხორციელდეს და ბოლოს რაღაც დეკლარაციას იღებენ კეთილი სიტყვებით, მაგრამ საერთაშორისო სამართალში არაფერი არ იცვლება. შესაბამისად, წევრი ქვეყნები, თუნდაც მათ ჰქონდეთ სურვილი, რომ შეცვალონ რამე, ვერაფერს აკეთებენ. რა გვაქვს, ესე ვთქვათ, საჭიროება არის, რომ მივიღოთ ახალი საერთაშორისო სისტემა, ნარკოტიკების კონტროლის და კონკრეტულად კანაბისზე ვსაუბრობთ დღეს, რომლის ძირითადი პარამეტრი იქნება მოქნილობა, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ თავიანთი სუვერენული უფლება, მიიღონ ის შექმნან ისეთი ნარკოპოლიტიკა, როგორც მათ სურთ, როგორც მათ ხალხს სჭირდება, როგორც დაკვეთაც მათი ამორჩევლისგან აქვთ. როდესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მაგალითად პატარა ქვეყანაში როგორც არის საქართველოს საზოგადოება ითხოვს მთავრობისგან რეალურ ცვლილებებს და მთავრობა ამას არ აკეთებს, ამას აქ ორი შემადგენელი, თქო, ერთი არის შიდა პოლიტიკური და მეორე არის საერთაშორისო პოლიტიკური ვალდებულებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ხშირად ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. ძალიან ძნელია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის, რომ გადადგას ძლიერი ნაბიჯები. იმიტომ რომ საქართველოს აქვს თავისი პოლიტიკური კონიუნქტურა, საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა, მას ყავს მეგობარი დიდი ქვეყნები, რომელთა აზრი უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად, რომლებსაც არ აქვს სურვილი რომ შეცვალონ ეს პოლიტიკა ესე სწრაფად და ესე ხელაღებით, ესე ვთქვათ. ამიტომ საერთაშორისო დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, ესე ვთქვათ, ფორმალურ პოლიტიკურ დონეზე დიდი წახალისება საქართველოს და საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს არ აქვს, რომ დიდი ცვლილებები განახორციელონ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, ურუგვაი არის ძალიან პატარა ქვეყანა, არც ისე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს ესეთი გადაწყვეტილება, როგორც მიიღო ურუგვაიმ, რომელმაც დაარღვია კონვენცია, იყოფება ფორმალური, ესე ეგრეთ წოდებული ბრიჩის სტატუსი, არის ესეთი ერთგვარი კონვენციის დარღვევის მდგომარეობა. თუ ვინმე საერთაშორისო სამართალში ერკვევით, ალბათ გეცოდინებათ რაზეა საუბარი, რომელიც ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის მატარებელია, შეიძლება სხვა სფეროებში, რომელშიც ურუგვაი ურთიერთობს სხვა ქვეყნებთან, ძალიან დიდი ზარალი მიადგეს ამის გამო. თუმცა აქაც არის მექანიზმები და ურუგვაი ამას ძალიან აქტიურად იყენებს. ეს მექანიზმები არის ის, რომ კანაბისის დაუშვათ კონვენციიდან გამოვიდა ურუგვაი, ესე ვთქვათ, დაარღვია, რომელიც არეგულირებს კანაბისის რეგულირებას, მაგრამ არა მხოლოდ კანაბისის, არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალებებისაც. ურუგვაი არღვევს ამ კონვენციას, არ არის მისი, ესე ვთქვათ, ეროვნულ დონეზე ვალდებული აღარ არის, რომ შეასრულოს. მაგრამ მოხალისეობრივად ურუგვაი სხვა ნარკოტიკების მიმართულებით სრულიად აკმაყოფილებს ამ იმ პირობებს, რომელიც ამ კონვენციაშია მოცემული და ამით ცდილობს, რომ შეამციროს საერთაშორისო ზეწოლა მასზე. ასევე აკეთებს იმას, რომ საერთაშორისო ექსპერტები ყავს მიწვეული, დიდი ოდენობით, რომლებიც
აკვირდებიან ურუგვაის ყოველდღიურ რეჟიმში, წერენ ანგარიშებს, აქვეყნებენ ანგარიშებს და ამით ცდილობს ურუგვაი აცნობს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია დავარღვიე, ის დიდი მიზნები, რომელიც ამ კონვენციაში თავის დროზე იყო ჩადებული, არანაირად ესე ვთქვათ, არ იცვლება. მეორე მექანიზმი არის, რომ სრული დენონსაცია გააკეთო კონვენციის, არ დაარღვია, არამედ ოფიციალურად გამოხვიდე კონვენციიდან, მაგრამ ამას აქვს მეორე სხვა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა ზოგადად საერთაშორისო სამართალზე, იმიტომ რომ თავად გაეროს კონვენციები ამ შემთხვევაში თუ ბევრი ქვეყანა დატოვებს კონვენციას, დაკარგავენ ძალას ზოგადად. და გაეროს აქვს მშვენიერი კონვენციები, მაგალითად ტრაფიკინგთან ბრძოლის, ან ადამიანის უფლებების დაცვის, ან ბავშვთა უფლებების დაცვის. ბევრ ამ კონვენციასთან ერთად არსებობს კიდე კონვენციები, რომლებიც ეხება ნარკოტიკულ საშუალებებს. ჩვენ ვამბობთ ამაზე მოგვიანებით კიდევ ვიტყვით, რომ ეს კონვენციები არის ძალიან ცუდი და მოძველებული. მაგრამ თუ კი ჩვენ ამ კონვენციებს ესე ვთქვათ დავარღვევთ, ამით ზოგადად ლეგიტიმაციას გავუკეთებთ გაეროს კონვენციების სისტემას, საერთაშორისო სამართლის სისტემას, რაც არის ძალიან საშიში. ამიტომ რაც არ უნდა უნდადეს ბევრ ქვეყანას რომ წავიდეს ამ გზით, შეიძლება ეს იყოს შემაფერხებელი ფაქტორი. საქართველოსთვისაც განსაკუთრებით, რომელიც სრულიად ახლად გამოჩეკილი რაღაცა, რამდენი წლის დამოუკიდებლობა გვაქვს? რაღაცა 15-20 წლის, 15-ის, 20 25-ის უკვე, დიდები ყოფილვართ. მაგრამ მაინც შედარებით ესე ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, რომელიც სტაბილურობით არ გამოვირჩეოდით, გადავიარეთ ბევრი ომი, ეხლაც ვართ ომის რეჟიმში, წართმული გვაქვს ტერიტორიები, გვჭირდება ძლიერი პარტნიორები, მოკლედ არ აქვს სტაბილურობა და ესეც ძალიან ხშირად არის ესე ვთქვათ კარგი მიზეზი და კარგი საბაბი პოლიტიკოსებისათვის, რომ ეს არ იყოს პრიორიტეტული საკითხი. ეს ახალი საერთაშორისო სისტემა, რომელიც ფორმირებაზე დღეს საუბარი მიდის, გარდა იმისა, რომ მოქნილი უნდა იყოს, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ძირითად მიზნებს, რომელიც საერთაშორისო დონეზე გაგვაჩნია, ეს არის ადამიანის უსაფრთხოება, უსაფრთხოების პრინციპებთან, ადამიანის ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოება და ამაზე არსებობს მთელი რიგი პრინციპები გაეროს, რომელსაც ქვეყნები აღიარებენ და მათი უზრუნველყოფა უნდა მოახერხდეს ახალი სისტემის მიერ, ასევე ეს არის ადამიანის უფლებები და ეს არის განვითარების რეგიონების ხალხების განვითარების საერთო პრინციპები, რომელიც უნდა იყოს დაცული. იმიტომ რომ არის თეორიული მოდელები არსებობს ნარკოტიკების დერეგულირების ისეთი, რომელიც ამ პრინციპებს დაარღვევდა, რა თქმა უნდა. ან ლაპარაკი იმაზე, რომ ბავშვთა უფლებები უნდა დავიცვათ, გავითვალისწინოთ, უნდა უზრუნველყოთ, რომ ბავშვებთან არ მოხდეს ნარკოტიკი, ჯანმრთელობის უფლებები, სიცოცხლის უფლებები უნდა გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ყველაზე მთავარი რაც არის, ალბათ არის ის, რომ მთლიანად უნდა გადახედილი იქნას ის მიზნები, რომელიც საერთაშორისო დონეზე დღეს ფორმალურად გაგვაჩნია. და რა არის ეს მიზნები? 20-იან წლებში, როდესაც ეს დიდი საერთაშორისო მოძრაობა დაიწყო, ცნობილი შანხაის შეხვედრიდან, ძირითადი მიზანი იყო ორი სახის. შემცირდეს ნარკოტიკების წარმოება, შემცირდეს ნარკოტიკების დისტრიბუცია, შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება. ამ მიზნებს ესე ვთქვათ, გაუჩნდა თავისი ქვეამოცანები და გაჩნდა უამრავი ესე ვთქვათ ათობით ინდიკატორი, რომელიც იზომება და ესე ქვეყნების შესახებ ანგარიში იწერება და ასე შემდეგ. და შესაბამისად გაჩნდა ისეთი პროგრამები ქვეყნებში, როგორიც არის, მაგალითად და ისეთი ფორმალური ინდიკატორები, როგორიც არის ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დავაკავეთ და ჩავსვით ციხეში, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა ნარკოტიკების ბრუნვაში იყვნენ ჩაბმული. როდესაც ქვეყანას აქვს საერთაშორისო ასპარეზზე თავი წარმოსაჩენი და ესეთი მსგავსი ინდიკატორები აქვს დასაკმაყოფილებელი, რა თქმა უნდა ჩდება ოპერაციული мотиваცია ქვეყნის დონეზე, რომ თავის პოლიტიკა აწარმოოს სწორედ ამ მიმართულებით, დევნის მიმართულებით, ხო? საქართველოც მთელი ამ ქვეყნების მსგავსად ხშირად წარადგენს ანგარიშს საერთაშორისო დონეზე იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დააკავა ნარკოტიკებთან, ნარკოდანაშაულის გამო. რამდენი, ასე ვთქვათ, არალეგალური ნარკოტიკი ამოიღო ბრუნვიდან. რამდენი, ესე ვთქვათ, კვადრატული თუ ჰექტარი ესეთი მიწა, სადაც იყო დათესილი და უშუალოდ რაღაცა სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება, იქნა განადგურებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ, გინდა არ გინდა, იმის გაუაზრებლად მართლა რას აკეთებს ქვეყანა ამ შემთხვევაში, უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო დონეზე მოცემულობა გააქვს, რომ მსგავსი მიზნები უნდა დააკმაყოფილოს ანგარიშები წარადგინოს შემდეგ, ქვეყანას უწევს ამის კეთება. ეს თელი, ესე ვთქვათ, მეტრიკა, რაცა გვაქვს, საზომი ერთეულები, რითაც ზომავენ წარმატებას და ამ
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, ნარკოპოლიტიკის გატარების, ესე ვთქვათ, არის მთლიანად გადასახედი. რაც არის ძალიან კარგი, ეს არის ის რომ მიუხედავად იმისა, რომ გაერო არის ძალიან მძიმე ორგანიზაცია, რომელიც ვერ იღებს თავის გადაწყვეტილებას, სრულიად დამოკიდებულია წევრ ორგანიზაციებზე და მე ვთქვი, რომ რამოდენიმე დიდი მსხვილი ქვეყნის გაჯიუტება საკმარისია, რომ გაერომ ვერაფერი ვერ შეცვალოს საერთოდ. გაერომ შექმნა ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის, ხშირად ციტირებთ და ხშირად მასზე მინიშნებას ვაკეთებთ. ეს არის ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია, რომელიც მუშაობს გაეროს ქვეშ. ძალიან მძლავრი ორგანიზაცია არის და იმისაც რომ მივხვდეთ დაახლოებით რაზეა საუბარი. რამოდენიმე გვარი შეიძლება ამოიკითხოთ, ვინც ამ კომისიაში მუშაობენ, როგორც წამყვანი ლიდერები, ესე ვთქვათ. ეს მაგალითად კვაშინსკი, რომელიც არის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჩვენ აქ ხედავთ დაუშვათ საბერძნეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ხედავთ ხავიერ სოლონას, ხედავთ ასე ძალიან ბევრი ლიდერი, კოფი ანანი ძალიან ძლიერად იყო ჩართული თავის დროზე ამ მოძრაობაში. ეს არის ის ხალხი, რომელთა ისტორიების გაცნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეგიძლიათ ნახოთ, რა სწყობიან ისინი რატო არიან აქ და რატო მუშაობენ, იმიტომ რომ თავის დროზე ესენი იყვნენ აღმასრულებლები თავიანთ ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს ნარკოტიკების მოხმარების გამო. ალექსანდრე კვასნევსკის აქვს ძალიან კარგი რამ ნათქვამი, რომ მის პერიოდში, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში პოლონეთში ალბათ თაობები გაანადგურეს და დაუკარგეს და მოუსპეს შანსი იმისათვის, რომ ისინი რეალიზებული ყოფილიყვნენ და რაღაცა ჯანსაღი ნაწილი გამختარიყვნენ საზოგადოების. მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი რაღაცას მოიხმარდნენ და მათ დევნიდა მთავრობა, ახდენდა მათ სტიგმატიზაციას, სვავდათ ციხეში, მათ აღარ ჰქონდათ საშუალება რომ ემუშაოთ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები მიხვდნენ რაშიც არის საქმე მთლიანად, რომ სრულიად მცდარი არის ძველი პოლიტიკა, ეს ბრძოლა ნარკოტიკებთან, ხო, war on drugs, ასაც ქვია, ბრძოლა ნარკოტიკებთან, რომელიც რეალურად არის ბრძოლა ხალხთან, ადამიანებთან და არა ნარკოტიკებთან, თავისი არსით. ეს კომისია მიუხედავად ისა, რომ ის გაეროს ქვეშ არის, არ არის არანაირად აღმასრულებელი ძალაუფლებით მოცილი. მას აქვს მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა და ესე ვთქვათ, დამოკიდებულების შეცვლის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ლიდერები არიან შიგნით და მათი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს და განსაკუთრებით გამოსაყოფია 2011 წლის ანგარიში, რომელიც ეფუძნებოდა ძალიან ექსტენსიურ ესე ვთქვათ, სამუშაოს ამ კომისიის ქვეშ იყვნენ რაღაცა მსოფლიოში ყველაზე წამყვანი ექსპერტები თავმოყრილი, სხვადასხვა დისციპლინებიდან, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, ექიმები, ნარკოლოგები, ასე შემდეგ. ისინი სწავლობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში რა მოხდა ამ ძველი პოლიტიკის შედეგად. ასევე ნახეს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც შეცვალეს ნარკოპოლიტიკა და უფრო ლიბერალურ პოლიტიკაზე გადავიდნენ და დადეს თავიანთი რეკომენდაციები, რომელიც ძალიან ყურადსაღებია. რა თქმა უნდა, ჩვენაირი ქვეყნის მთავრობებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ, რომ ეს რეკომენდაციები მოისმინონ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მათ ამის შესახებ შევახსენოთ ხშირად. პირველ ხშირად ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა, ნუ გვესაუბრებით მარიხუანაზე, ნუ გვესაუბრებით კანაბისზე, იმიტომ რომ ის ესე ვთქვათ, საერთაშორისო სამართლით ჯერ კიდევ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკი, რომელიც უბრალოდ თავის დროზე ეფუძნებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არა ობიექტურ ცოდნას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ეს ნარკოტიკი. 2011 წელს დაიდო ამ კომისიის მიერ ძალიან კარგი ანგარიში, თავსარც გიჩვენებთ ახლა, რომელშიც ძალიან კარგი რამ წერია, ორი სიტყვით რო ვთქვათ, მთელი ეს ანგარიში ამბობს, ადასტურებს და ძალიან დამაჯერებლად გვიყვება იმის შესახებ, რომ ბრძოლა ნარკოტიკების შესახებ, რომელსაც მე ბრძოლას ადამიანების წინააღმდეგ შესახებ ვუწოდებ, არ გაამართლა, არ იმუშავა. არა თუ მან რაიმე ჩვენი გადმოსახედიდან კარგი შედეგი არ მოგვიტანა, მან ის შედეგებიც კი ვერ დადო, რომელიც მას მიზნად ჰქონდა დასახული, რომ შეემცირებინა მაგალითად ნარკოტიკების, როგორც წეგან ვთქვი, წარმოება, მოდენობა ნარკოტიკებისა, რომელიც იწარმოება, ან ნარკოტიკების დისტრიბუცია, ან შეემცირებინა ნარკოტიკების მოხმარება. ამ ათეულობით წლების განმავლობაში, ბოლო 50-70 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში გაიზარდა როგორც წარმოება, ისე მიწოდება, ისე მოხმარება, აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკის. ანუ რეალურად ჩვენ ნახეთ და გვაქვს ძალიან კარგი ემპირიული ესე ვთქვათ დასკვნა, რომ ეს ძველი მეთოდი არ მუშაობს. შეზღუდვა
დასჯა, სანქცირებული პოლიტიკა დევნა ადამიანების არ მუშაობს. თუნდაც იმ ძველი არასწორი მიზნების მისაღწევად, რომელიც თავის ძროზე იყო შემუშავებული. და ამ კომისიამ დადო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღია და ძალიან პირდაპირი რეკომენდაცია. შეწყდეს კრიმინალიზაცია, ანუ ქვეყნებმა უნდა თქვან, რომ ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, უნდა აღიარონ, რომ ეს არ არის კრიმინალური აქტი. ეს არ ვიცი, ვფიქრობ, რომ ძალიან ადვილი გასაგებია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება საერთოდ საუბრობთ კრიმინალზე, რომ თავში არსით, როდესაც ადამიანი თავის თავს რაღაცას უშვება, რაღაცას იღებს. ხო, ეს ისევეა, როგორც ახლა მე რაღაცა ორი აგური ავიღო, ჩავერტყა თავში და თქვენ მითხრათ, რომ ამის გამო დასაჭერი ხარ. წარმოუდგენელი, ხო, ნონსენსია. შეწყდეს კრიმინალიზაცია, მარგინალიზაცია, სტიგმატიზაცია ამ ადამიანების, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და ამავდროულად ზიანს არ აყენებენ არავის. ძალიან ხშირად პრობლემა არის ის, რომ ოპონენტები დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის გეუბნებიან, რომ იცით რა, ნარკომომხმარებელი ძალიან ხშირად არის შემდეგ კრიმინალურ აქტივობებს ჩადის და იპარავს და ვიღაცას თავს ესხმის, რომ მოიპოვოს რაღაცა ფული, რომ მე იყიდოს ნარკოტიკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მარტივი განსხვავება უნდა გავაკეთოთ. ჩვენ საუბრობთ ნარკოტიკის მოხმარებაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიმინალურ აქტებზე, რომელიც შეიძლება ადამიანებს ჩაიდინოს. დაიჭირე ადამიანი თუ ის რაღაცა კრიმინალს ჩადის, ასე თქვით, ვიღაცას თავს ესხმის და ვიღაცას ზიანს აყენებს. მაგრამ ის თუ თავის თავს რაღაცას უშვება, თუნდაც შემთხვევით რომ ეს ძალიან თავის თავს აზიანებს, ამის გამო მისი დაჭერა ალბათ არ შეიძლება. მოკლედ ეს მოწოდება გაისმა და მეორე ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ რეკომენდაციის, სადაც ეს კომისია მთავრობებს მიმართავს, რომ აქტიურად დაიწყონ ექსპერიმენტირება სხვადასხვა მოდელებით, ნარკოტიკების დერეგულაციის მიმართულებით და პირდაპირ ხაზგასმით წერია კანაბისის მიმართულებით განსაკუთრებით, იმიტომ რომ კანაბისზე გვაქვს ჩვენ განსაკუთრებით ბევრი ცოდნა. იმიტომ რომ კანაბისი არის ყველაზე პოპულარული ნარკოტიკული საშუალება, ის ოდითგანვე იყო, 5000 წლის წინაც მოიხმარდნენ. ეხლაც მოიხმარენ და შემდეგ 5000 წლის განმავლობაში მოიხმარენ აუცილებლად. და მისი დანიშნულება იყო ბევრნაირი, არა მხოლოდ ის, რაც ახლა დღეს ჩვენ საუბრობთ, არა მხოლოდ ეს თქვათ სარელაქსაციო საშუალება ან მენტალობის შემცვლელი საშუალება, არამედ რაღაც სხვა სამედიცინო დანიშნულებაც ჰქონდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს რეკომენდაციაც გვაქვს. იგივე ანგარიში ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს. მოკლედ ეს ინტერდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც ამ კომისიის ქვეშ მუშაობდა, ერთ-ერთი დიდი კვლევა, რომელიც გაკეთდა, იყო იმის შესახებ, მართლაც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს რა ზიანი მოაქვთ ადამიანებისათვის და ამის შედარება იმასთან თუ კონვენციებში როგორ არის გაწერილი. აქ ჩამოთვლილია თქვენ ხედავთ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, ჰეროინი, კოკაინი, ალკოჰოლი, LSD, თამბაქო, ექსტაზი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მწვანე ფერი არის, რასაც საერთაშორისო სამართალი აღიარებს როგორც ყველაზე საშიშ, ყველაზე მავნე, ესე პირველი რიგის ნარკოტიკულ საშუალებებს და მათში არის მოხვედრილი კანაბისიც. რაც უნდა გასაკვირი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ აუარება კვლევებისა, რომელიც ბოლო 10, 20, 30 წლის განმავლობაში ჩატარდა, სრულიად საწინააღმდეგო ამტკიცებს. ხოლო აქ თქვენ ხედავთ რეალურად ამ ჯგუფის მიერ დადგენილი, ესე ვთქვათ, რაღაც პარამეტრებით და ეს იყო ინტერდისციპლინარული ჯგუფი მეორებ და არ იყო მხოლოდ ჯანდაცვაზე ლაპარაკი, იყო სოციალურ რისკებზე საუბარი და ასე შემდეგ. სად თავსდება კანაბისი? კანაბისი არის თორსები მე-10 ან მე-11 ადგილას, აქ თავისი პოტენციური და რეალური ზიანით, რომელიც მან შეიძლება ადამიანს მიაყენოს. ეს არის მხოლოდ იმის დემონსტრირება, რომ საერთაშორისო სამართალი, რომლის ქვეშაც ჩვენ ვცხოვრობთ, რომლის ქვეშაც ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ქვეყანა დაუშვათ ოპერირებს და რომლის ქვეშაც ეროვნული კანონმდებლობა მუშაობს, სრულიად შეუსაბამოა რეალობასთან. ამას ამბობს გაეროს კომისია, ასე ვთქვათ, ფორმალური ორგანო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილების მიღება მათ არ ხელეწიფება, გადაწყვეტილებას იღებენ ქვეყნები კონსენსუსის გზით, სამწუხაროდ. აქვე მინდოდა რომ პატარა მინიშნება განაკეთებინა, რაღაც ზიანზე იყო საუბარი, აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკულ საშუალებას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ნარკოტიკული საშუალებები არის საზიანო, გარკვეულწილად ხშირად ფატალურიც მათი მოხმარება. ეს არის 2013 წლის მონაცემები, როგორც სადემონსტრაციო საშუალება, ისე გიჩვენებთ და გეტყვით უფრო მეტსაც. 2013 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2.596.000 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მიზეზით და ეს არის მიზეზების ჩაშლა, ესე ვთქვათ, აქ ხედავთ. ერთ-ერთი, ესე ვთქვათ,
მარჯვნივაც გვიწერია 0, ანუ არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა კანაბისთან კავშირში. ეს არის კანაბისის შესახებ მსოფლიო ისტორიას არ აქვს ცოდნა, რომ მან ერთი ადამიანი მაინც დაიღუპა მისი მოხმარების გამო. არსებობს მხოლოდ თეორიულად ვიცით, რომ დაუშვათ 60,000 ჯოინტის დოზა უნდა მიიღო, რომ შეიძლება ამან მართლა რაღაცა სიკვდილამდე მიიყვანოს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მარიხუანას ზიანზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, გადაჭარბებით საუბრობენ, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ეს არ არის იმდენად საზიანო. სწორედ ამიტომ რომ 2 ივნისის მოძრაობა მაგათ ფოკუსს აკეთებს მარიხუანას და არა ყველა ნარკოტიკზე, თუმცა ის პათოსი, რომელიც 2 ივნისს აქვს მარიხუანას დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვრცელდება ყველა ნარკოტიკზე. ყველა ნარკოტიკი უნდა იყოს დეკრიმინალიზებული, რა თქმა უნდა. გვაქვს მითები, რომელიც არის დასარღვევი, ჩემი აზრით, რაც გვიშლის ხელს იმაში, რომ ისე მენტალურად გადავწყვიტოთ, რომ მარიხუანა შეიძლება იყოს დაშვებული. მის გამო ადამიანებს არ უნდა ეჭერდნენ. ერთ-ერთი მითი, რომელიც მე ბავშვობიდან მესმოდა, სულ პატარა ვიყავი, როდესაც პირველი შეხება მქონდა მარიხუანასთან, ბავშვობიდან მესმოდა, რომ ეს ტვინის უჯრედებს მოკლავს და რაღაცა მე აღარ ვიქნები ჭკვიანი, კარგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემისგან, მამაჩემისგან, ბებიებისგან და ბაბუების მეზობლებისგან სულ ისმოდა. და დიდი ხანი მეგონა რომ ეს იყო რაღაცა ქართული ლოკალური მითი და აღმოჩნდა რომ ეს მითი მძვინვარება მთელ მსოფლიოში და ამას აქვს ძალიან კარგი ესე ვთქვათ საფუძველი ამ მითს. ეს ადამიანი რომელსაც თქვენ ხედავთ არის ეს არის 71 წელი, როცა ის თავს ცდებს 1971 წელი ამერიკაში ატარებდა ცდებს შიმპანზეებზე, მარიხუანას აწევნებდა შიმპანზეს და ნახულობდა რა ეფექტი აქვს მარიხუანას მოხმარება შიმპანზეებზე. და ერთი დიდი კვლევა იყო, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა შემდეგ ნარკოპოლიტიკის ფორმირებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ კვლევამ დაადგინა, რომ მარიხუანა ტვინის უჯრედებს კლავს და ეს იყო სამწუხარო რეალობა მარიხუანას მოყვარულებისათვის და ძალიან ბედნიერი დღე იმ ადამიანებისთვის, ვინც სადამსჯელო და ესე ვთქვათ ამგზავრო პოლიტიკას უწევდა პოპულარიზაციას. მაშინ ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ საბოლოოდ გადაწყდა ყველაფერი დღეს, უკვე ამ კვლევამ ჩვენ გვითხრა, რომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ აუგზავნოთ მარიხუანას მოხმარება, იმიტომ რომ აი აგერ ხედავთ შიმპანზეები დაიღუპნენ. გვაქვს მეცნიერული დასკვნა, რომ ტვინის უჯრედები კვდება. რეალურად ხდებოდა არის ის, რომ აი მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ მაიმუნი, რომელსაც რაღაცა ესე ვთქვათ პირბადე ქონდა წამოფარებული და მას აწევნებდნენ მარიხუანას. აქ წერია, რომ მას დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში იზღებლობდა 63 ძალიან მაღალი პოტენციის მქონე მარიხუანათი გაჯერებული ჯოინტის დოზას 5 წუთის განმავლობაში, ისე რომ მას არ ჰქონდა საშუალება ცალკე ჰაერი ჩაეყლაბა. ეს კვლევა იყო, არ იყო კარგად კონტროლირებული, არ იყო კარგად დოკუმენტირებული, იყო სახელმწიფოს დაკვეთით გაკეთებული და მხოლოდ რაღაც 10 წლების შემდეგ ამ კვლევისა მოხერხდა დოკუმენტების ამოღება, ამოქექვა და იმის გადამოწმება და დაზუსტება, რომ ეს კვლევა არ არის სანდო და საიმედო. გაკეთდა შემდეგ მსგავსი კვლევები კონტროლირებულ გარემოში და ეს შედეგი რა თქმა უნდა არ დადგა. მეტიც დადგინდა, რომ მარიხუანა საერთოდ არ კლავს ტვინის უჯრედებს. მას არ აქვს არანაირი პირდაპირი ნეგატიური გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არის კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ მარიხუანას ძალიან დიდი დოზებით მოხმარებას შეუძლია გარკვეული ცვლილებების მოხდენა, ესე ვთქვათ, ცენტრალურ ნერვული სისტემის სტრუქტურაზე, მაგრამ არა ცალსახად ნეგატიური მიმართულებით. თუმცა ვერ დგინდება ერთი კავშირი, რომ ეს ამ ადამიანებს აქვს სხვანაირი ესე ვთქვათ ტვინი, რომლებიც მარიხუანას ინტენსიურად მოიხმარენ, თუ მარიხუანას მოხმარების შედეგად დაუდგათ ამ ადამიანებს, და საკმარისი ესე ვთქვათ მეცნიერული დასკვნა ამაზე არ დევს. რაც ვიცით არის ის, რომ და ამაზე უკვე ცენტრალური ორგანოებიც კი სხვა დიდი ქვეყნებისა, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ეს მძაფრი ნეგატიური პოლიტიკით, უკვე წერენ ღიად და ამბობენ ამის შესახებ, რომ ვიცით, რომ მარიხუანა არ ახდენს ძლიერ მნიშვნელოვან გავლენას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მოკლედ ეს საწყალი შიმპანზეები დაიღუპნენ უჰაერობის გამო. მათ არ ჰქონდათ ჯანგბადი. ესეთი მითები არის ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი, ალბათ თქვენ ძალიან ბევრი გაიგებთ. მაგალითად, ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ ჩარჩენილი ადამიანი და ეს მესმის ბავშვობიდან. მე ჩემ თვალით არ მინახია. ყოველთვის ვიღაც არსებობს, რომელსაც უნახია, ან მის ბიძაშვილს უნახია. მე ჩემი თვალით ეს ჩარჩენილი ადამიანი არ მინახია, რომ ნახო ალბათ დავასკვნით, რომ ეს მარიხუანათი არის ჩარჩენილი, ან ჩარჩენილი რას ნიშნავს, არ ვიცით. მოკლედ, აკადემიური წრეები, მეცნიერები ეგრეთ წოდებულ ჩარჩენილ ადამიანებს არ ცნობენ. ესეთი რამე არ არსებობს.
კარგია რომ ამაზე გუშინ მეკამათებოდა ერთ-ერთი პოლიტიკოსი მაგალითად. კარგია რომ პოლიტიკოსები რომელიც გადაწყვეტილებას ღებულობენ ცოტა მეტად იყვნენ ინფორმირებული და ალბათ ერთ-ერთი მიზანია ამ ტიპის ლექცია სწორედ ესეც აქვს რომ მათ მოისმინონ რაღაცა წაიკითხონ რაღაცა და ნახონ რეალურად რა ხდება და რა კვლევებია და რა შედეგები გვაქვს ამ კვლევების შედეგად. გვაქვს მეორე დიდი მითი რომ კანაბისი არის გზა მძიმე ნარკოტიკებისაკენ. რაც ნიშნავს იმას რომ შენ თუ დღეს კანაბისს მოწევ, ხვალ თუ კანაბისს მოწევ, ზეგ თუ კანაბისს მოწევ, მასზე კანაბისი აღარ გეყოფა და გადახვალ უფრო ძლიერზე. იმ ძლიერიდან კიდევ უფრო ძლიერზე და ასე შემდეგ. ეს მითი იყო ძნელად დასანგრევი დიდი ხნის განმავლობაში. მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვქონდა დეკრიმინალიზებული ან ლეგალიზებული წერტილები სოფლიოში. მართლაც მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა 95%-ზე მეტი ამბობს რომ ოდესღაც ისინი კანაბისს მოიხმარდნენ. და ნუ მოკლედ აი ესეთი ლოგიკა აეწყო რომ ახლა კანაბისს მოიხმარდნენ ოდესღაც მაგრამ ჰეროინს არ მოიხმარდნენ და დღეს ჰეროინს მოიხმარენ, ესე იგი კანაბისმა მიიყვანა ჰეროინამდე. თუმცა არავინ არ ეკითხებოდა მათ ისინი რძეს სვამდნენ თუ არა და თუ სვამდნენ შეიძლება რძე იყო გამოწვევი იმისა რომ ისინი ჰეროინამდე მოვიდნენ, ხო? მეცნიერებაში ესე არის, ესე პირდაპირ კავშირის გავლება არ შეიძლება. რეალურად რა მოხდა და რეალურად რა შეა საქმე, რომ კანაბისი კულტურულად ათასობით წლების განმავლობაში იყო და არის ყველაზე პოპულარული ნარკოტიკული საშუალება. ამიტომ რა თქმა უნდა დიდი არის ალბათობა, რომ ნებისმიერი ჰეროინის მომხმარებელი თავის დროზე კანაბისსაც მოიხმარდა. ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. ღვინოსაც სვამდა. ჩვენ ხო უბრალოდ ალკოჰოლს მენტალურად არ განვიხილავთ როგორც ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ ის ხო არის ნარკოტიკული საშუალება. რატო არასდროს არ ვამბობთ, რომ სავარაუდოდ ალკოჰოლი უფრო დედალი ეს და მიიღეს ვიდრე კანაბისი. მე პირველად ალკოჰოლი დავლიე, შემდეგ კანაბისი. მაგრამ ეხა აი დღეს რასაც შვები და რასაც ვაკეთებ დაუშვათ შეიძლება კავშირი დავადგინოთ ეს ცალსახად რომ კანაბისმა მომიყვანა, იქამდე სადაც მე ვარ, თუ იქნებ ღვინო მომიყვანა. ამიტომ ეს მომენტი იყო გამოტოვებული და თქვი ერთ თეორიულ მსჯელობებს თავი დავანებოთ, ძალიან კარგია რომ გვაქვს უკვე ძალიან ბევრი წერტილი მსოფლიოში და უკვე ათეულობით წლები, სადაც დეკრიმინალიზებულია კანაბისის მოხმარება და გვაქვს სტატისტიკა, რომელიც არის ყველაზე კარგი იარაღი მითების გასახარწყლებლად. და ჩვენ ნახულობთ, რომ მაგალითად ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში მატულობს პროცენტულად კანაბისის მომხმარებელთა რიცხვი, მაგრამ ამავდროულად ხედავთ, რომ საპირისპირო მიმართულებით მიდის ზოგიერთ რეგიონში მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი. მაშინ ეს თეორია აღარ მუშაობს, ხო, კარიბჭის თეორია. მეტიც ჩვენ ფიქრობთ, ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ, რომ კანაბისი უნდა იყოს დეკრიმინალიზებული, რომ სწორედ ის, რომ კანაბისი არის დეკრიმინალიზებული, არის ერთგვარი კარიბჭე მძიმე ნარკოტიკებისათვის და რატო? იმიტომ რომ ვინაიდან ის არის კრიმინალური წრეების კონტროლის ქვეშ, იმიტომ რომ მას თქვენ მაღაზიაში ვერ შეიძენთ, ან ვერ გაზრდით თქვენთვის ეზოში და ვერ მოიხმართ. გიწევთ ეს თქო დილერთან მისვლა რომ შეიძინოთ. რა თქმა უნდა დილერი რაღაც მომენტში თქვენ სხვა ნარკოტიკსაც შემოგთავაზებთ. ესე მუშაობს არაფორმალური, არალეგალური გაყიდვების ქსელი ნარკოტიკების. რაღაც მომენტში გაგასინჯებს რაღაც სხვა ნარკოტიკს აუცილებლად. ან გეტყვის რომ ის შენი კანაბისი აღარ არის და მოდი დღეს ამას გთავაზობ, არ არის მძიმე, მიდი ნახე, კარგია და ესე ნელ-ნელა. არ არის კონტროლირებული გარემო, სადაც ხდება ნარკოტიკების გაცვლა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება უბიძგოს ახალგაზრდებს იმისათვის, რომ მარიხუანადან სხვა ნარკოტიკებისკენ წავიდეს. ამიტომ ეს კარიბჭის თეორია დღეს უკვე სასაცილოდ არ ყოფნის არავის გარდა მაგალითად რამოდენიმე გვარებს არ დავასახელებ ცნობილი ნარკოლოგისა საქართველოში, რომელიც ათეულობით წლები მართავდნენ პოლიტიკას და რომელსაც რაღაცა 1 წლის, 2 წლის წინაც კი სრულნდობას უცხადებდა მთავრობა და ამბობდა, რომ აი თქვენ გადაწყვეტეთ როგორ უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა და ჩვენ გამოვყვებით. რომელსაც დღესაც აქვთ გავლენა და სატელევიზიო ეთერებში გამოდიან და საუბრობენ იმის შესახებ, რომ რა თქმა უნდა მარიხუანა მიგიყვანს ჰეროინამდე და ასე შემდეგ. მაგრამ მთელი მსოფლიო ამაზე იცის, ამაზე უბრალოდ აღარ საუბრობს. უამრავ ადამიანს შევხვედრე, რომელიც ამ სფეროში მუშაობს და არა მხოლოდ აქტივისტებს, რომლებიც ამბობენ, რომ დიახ უნდა მიიღოთ, არამედ უფრო მეცნიერებს, რომლებსაც არ აქვთ ინტერესი, რომ რომელიმე მხარე დაიჭერონ ისინი რაღაცა ცოდნაზე და კვლევებზე დაფუძნებით საუბრობენ, ხო? არავისთვის ეს აღარ არის, ამაზე აღარ იწერება. ამას აღარც იკვლევენ. ეს დადგენილია, მარიხუანა არ არის კარიბჭე სხვა ნარკოტიკებისათვის.
არსად, ესე იგი, დადგენილია ასევე, რომ კრიმინალიზაცია არ ამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, დეკრიმინალიზაცია არ ზრდის მომხმარებელთა რიცხვს. კონკრეტული კვლევებიც შემელო მომეტანა, ვფიქრობ, რომ ამით ახლა თავი არ შემეწყნა, იმიტომ რომ უამრავი არის და ამაზე შეგიძლიათ თქვენ ნახოთ. მაქსიმუმ რაც გვინახია, ეს არის, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ უახლოეს პერიოდში რაღაცა 2-3 წელიწადზეა საუბარი, ხდება 2-4-3%-ით ესე ვთქვათ მომატება გასაგები მიზეზების გამო. ცოტა გრძელვადიან პერიოდში ვნახულობთ, რომ ეს ეფექტი საერთოდ არ გვაქვს. ესეთი კაი მაგალითები გვაქვს ჰოლანდიაში, პორტუგალიაში, ავსტრალიის ზოგიერთ შტატში, სადაც თავის დროზე მოხდა დეკრიმინალიზაცია და დიდი კვლევები ჩატარდა, როგორც მოკლე ვადაში, ისე ცოტა გრძელვადიანი კვლევებიც. ჰოლანდიაში მაგალითად სადაც ითვლება, რომ ფაქტიურად ლეგალურია, თქო ფორმალურად არ არის ლეგალური, მაგრამ პრაქტიკულად ლეგალურია კანაბისის მოხმარება. ჰოლანდიის მოსახლეობაში იმდენივე ადამიანი მოიხმარს პროცენტულად, ესე ვთქვათ, რამდენიც დანარჩენ დასავლეთ ევროპაში. რასთან გვაქვს საქმე მაშინ? როდესაც ჩვენ დასავლეთ ევროპაში გვაქვს ქვეყნები, სადაც კრიმინალურია. ჯერ კიდე კანაბისის მოხმარება. იგივე პორტუგალია, სადაც ძალიან დიდი რეფორმა გატარდა, არა მხოლოდ კანაბისის მიმართულებით, არამედ სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაშიც, მოხდა მსხვილი დეკრიმინალიზაცია გაკეთდა, ესე ვთქვათ. სრულიად არ დასტურდება, რომ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. არა თუ კანაბისის, არამედ სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაშიც. იგივე გვაქვს ავსტრალიაში. ძალიან საინტერესო ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ნაწილი შტატების არის დეკრიმინალიზებული, გვაქვს რამდენიმე ლეგალიზებული შტატიც. არის, ესე ვთქვათ, ტრადიციული შტატები, ძველი შტატები, რომლებიც ჯერ კიდე ესე ვთქვათ, ყიფეთ დგანან ძველ გზას და იქ შედარება შეგვიძლია, ერთი ქვეყნის ფარგლებში რამდენიმე განსხვავებული სიტუაცია, განსხვავებული რეგიონები. იქაც ნახულობთ, რომ დეკრიმინალიზებულ შტატებში არ აქვს უფრო მეტი მომხმარებელი, ვიდრე კრიმინალიზებულ ქვეყნებში. ამას ვეუბნებით ჩვენ აქ გადაწყვეტილების მიღებ პირებს საქართველოში, ესეთი არგუმენტი გვესმის ხოლმე, აი, იცით რა, საქართველოს სხვანაირი ქვეყანაა, ჩვენ ქართველები სხვანაირები ვართ და აი აქ წყვიტავთ ხოლმე საუბარს, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ვერ ხვდები, ჩემთვის ის რომ ჩვენ მარიამის წილხვედრი ქვეყანა ვართ, არ არის საკმარისი არგუმენტი ვთქვათ, რომ დეკრიმინალიზაცია სხვანაირად იმუშავებს. ჩვენ ნახეთ, რომ დეკრიმინალიზაცია მეტნაკლებად კონსისტენტურად, თარმინდელურად მუშაობს ჩრდილოეთში და სამხრეთში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში, მდიდარ ქვეყნებსა თუ ღარიბ ქვეყნებში, ღარიბ მოსახლეობასა თუ მდიდარ მოსახლეობას შორის, რასის მიხედვითაც ვნახეთ, რომ ეფექტები დეკრიმინალიზაციის არის მსგავსი, მაგრამ ჩვენ აქ პოლიტიკოსები გვგონებიან, რომ საქართველოს სხვანაირი ქვეყანაა და ეხლა ჩვენ აქ ამდენი უსაქმური, ამდენი დაუსაქმებელი და აი მარტო ამით ვიქნებით დაკავებულები და გაგვიბრუნდება თავები და ისედაც დაქცეულიერი ვაფშე საერთოდ დავიქცევით. აი ესეთ არგუმენტებთან ბრძოლა ძალიან ძნელია და ძალიან აი რაღაცნაირად ფიქრობ, რომ აი რაღა უნდა ისაუბრო, არის რაღა უნდა ისაუბრო, მაგრამ ფიქრობ, რომ აი ესეთი ხშირი ლექციები, რაღაცა არ ვიცი, მასალების მიწოდება ალბათ ნელა აი მენტალობას შეცვლის. გვაქვს ძალიან კარგი ამბავი, ესე ვთქვათ, თამბაქოს მოხმარება ალბათ იცით, რომ ზოგადად სოფლიოში შემცირებულია. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში დასავლეთ ქვეყნებში ფაქტობრივად განახევრებულია. თუმცა თამბაქოს კრიმინალიზაცია არ გაკეთებულა ამ ქვეყნებში. ანუ კრიმინალიზაცია არ არის გასაღები იმისათვის, რომ შეამცირო რაღაცის მოხმარება, რაც ცუდია. თუ ფიქრობ, რომ ცუდია. ანუ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნარკოტიკები ცუდია, აი ნარკოტიკების მოხმარების შესამცირებლად აღმოჩნდა, რომ კრიმინალიზაცია დასჯა დევნა საერთოდ არ მუშაობს. სხვა მექანიზმებია საფრთხე. თამბაქოს შემთხვევაში რა მოხდა? საერთოდ არ გაკეთებულა კრიმინალიზაცია. ხო, უბრალოდ იყო ძალიან ბევრი ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივა, იყო რაღაც ბევრი საგანმანათლებლო სამუშაო და ასე შემდეგ. გვაქვს კიდევ ერთ-ერთი ბითი, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში გაიზრდება კრიმინალის დონე. და სრულად დაუსაბუთებელია ეს მეტიც, ესე ვთქვათ, აი რაღაც კოლორადოს რეპორტს ვკითხულობდი ამასინათ, რომელიც ცოტა ხნის წინ გააკეთა, ესე ვთქვათ, ლეგალიზაცია და ცალსახა და თანმიმდევრული ტრენდი არის კრიმინალური შემთხვევების კლების. და ლოგიკა არის ამაში. იმიტომ რომ თუ კი ნაკლები არის, ესე ვთქვათ, გამსახურების ოდენობა, რომლებიც არიან კრიმინალიზებული და შავ ბაზარზე მოქცეული, ხო, ასევე წარმოებლებისა. გარდა იმისა, რომ ესენი თავისთავად ითვლებიან კრიმინალებად, ხო, აი ესეც რომ გამოვაკლოთ. უბრალოდ ის, რომ კრიმინალური, ესე იგი, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები მართავენ თელ ნარკოტრაფიკს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კრიმინალი შეიძლება ბუდობდეს რეგიონში, ქვეყანაში და ასე შემდეგ, ხო? თუ კი შენ გამოაცლი მათ ამ საშუალებას და რეგულირებას გაუკეთებ
საკანონმდებლო რეგულირებას გავუკეთებ. რა მოხდება რეალურად, ხო? შენ რეალურად კრიმინალებს ართმევ სექტორს რაღაცას, ხო? და ამას აქცევ ათეთრებ, ესე ვთქვათ, ამას აქცევ ლეგალურ ჩარჩოში. შესაბამისად, მათ ეკარგებათ, ესე ვთქვათ, რაღაცა მსუყე ადგილი, სადაც თავიანთი კრიმინალის, ესე ვთქვათ, გაღვივება შეეძლოთ, ხო? არის ესეთი თეორიაც, რომ თუ ჩვენ ამ ადამიანებს წავართმევთ, ესე ვთქვათ, ამ ნარკობაზარს და ლეგალიზაციას გავაკეთებთ, ან ესე ვთქვათ, დეკრიმინალიზაციას გავაკეთებთ, ისინი გადაერთვებიან სხვა კრიმინალურ სფეროებში, როგორც ტრაფიკინგის მიმართავენ, იმიტომ რომ მათ ხო ფული უნდა იშოვონ. ეხლა დღეს ვშოულობენ ნარკოტიკების გაყიდვით, თუ ამას წავართმევთ, იმიტომ რომ ლეგალიზაციას გავაკეთებთ ან დეკრიმინალიზაციას გავაკეთებთ, ან შევარბილებთ, მათ მოუწევთ რომ მაგალითად ტრაფიკინგით დაკავდნენ, ან რაღაც სხვა კრიმინალური აქტივობით დაკავდნენ, ხო? ჯერ ერთი ამას პასუხი არის, რომ თუ სადმე დასაკავებელია ნიშები, ესე ვთქვათ, კრიმინალებისათვის ის ათვისებულია და საკმარისად ათვისებულია და ეგ არ არის პრობლემა. მეორე, ეგ ვერ გახდება კარგი არგუმენტი იმისათვის, რომ ასობით ათასი ადამიანი უბრალოდ ვამყოფოთ ჩრდილოში და სტიგმატიზაცია და ესე ვთქვათ მარგინალიზაცია გავაკეთოთ მათი, ხო? ესეც არ დასტურდება, ეს მითიც. ბოლოსკენ მინდოდა რომ რაღაცა საკვანძო თემები ჩავამეთვალა, რომელთა მიმართებაშიც, თუნდაც დეკრიმინალიზაციაზე ან ლეგალიზაციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ. ეს არის მაგალითად პირველი ძალიან შიშები არის, რომ აი გავაკეთოთ დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ახალგაზრდებს ბავშვებს რა უყოთ და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც დაუცველები აღმოჩნდებიან. ის რომ დღეს ჩვენ აკრძალვა გვაქვს, თითქოს არ აძლევს ბავშვებს ახალგაზრდებს საშუალებას, რომ მიიღონ ნარკოტიკული საშუალება. სწორედაც პირიქით მუშაობს ეს. თუ კი შენ გექნება რეგულირებული ბაზარი, მაგალითად ჩვენ გვაქვს თამბაქო რეგულირებული, ბავშვს არ აქვს უფლება, მაღაზიას არ აქვს უფლება ბავშვზე გაყიდოს სიგარეტი. სხვაგან სიგარეტი არ იყიდება. თითქმის მე არ ვიცი, რომ საქართველოს შავბაზარზე სიგარეტი იყიდება, შეიძლება რაღაცა წერტილები არ ვიცი. უნდა იყიდო ჩვეულებრივად ლეგალურად მაღაზიაში. სხვა საკითხია აღსრულება როგორ ხდება და მაღაზიები ყიდიან თუ არა ბავშვებზე, მაგრამ თუ კი ეს იმუშავებდა ეს რეგულაცია, ეს ბავშვებს არ ექნებოდათ საშუალება რომ სიგარეტი იყიდოს. მხოლოდ მოზრდილ ადამიანს შეუძლია იყიდოს, ხო? ანუ ეს ლოგიკაც დეშიში ადვილად გასაკარწყლებელია, ხო? რაც შეეხება სხვა მოწყვლად ჯგუფებს, როდესაც რაღაც არის კრიმინალიზებული, ყველაზე ღარიბებს, ყველაზე დაუცველ ადამიანებს კიდევ მეტად უფრო უჭირთ, თორემ დიდებს არ აქვს პრობლემა. ჩვენ საქართველოს ისტორიაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ყავს კარგი სანაცნობო წრე, აქვს ფული, ასეთ ადამიანს დიდი პრობლემები როგორც წესი არ ექნება ნარკოტიკებთან მიმართებაში. მას დაიჭერენ, მაგრამ ის გამოძრება. ბევრი მაგალითი ვიცით, როგორც დავშვათ პროტექციონიზმის, ნებისმიერი მთავრობის პირობებში. უამრავი მაგალითი ვიცით. თბილისში კარგად დაკავშირებული თუ ხარ ცნობილ სახეებთან მოვლენ აქციას ჩაგიტარებენ, დაგეხმარებიან და რაღაცნაირად შენ გარეთ იქნები. აბა გადით რეგიონში და ნახეთ რა ჭირთ ხალხს იქ. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ურეკის პოლიციაში, პატარა ავარია შემთხვევა, მომიწია არაბდებეჯერ მისვლა ამ პოლიციის შენობაში, ძირითადად რაც ვნახე იქ ეს იყო ყანაში მომუშავე ადამიანი, რომელიც სიმინძე მუშაობს, იმისაც რომ თავი ირჩინოს, ისიც კი არ არის რომ ეს სიმინძე მწარმოებელია და ყიდის მერე ამ სიმინძს და პატარა ფერმერი კი არ არის, თქო ეს თავის სარჩენა და ოჯახმა რომ თავი ირჩინოს და ჭადი გამოაცხოს. და ამ ადამიანს აქვს რამოდენიმე ძირი კანაბისი დარგული, ამ ადამიანს იჭერენ, პოლიციის უფროსი არის სრული მეფე იმ პატარა რეგიონში. და ხედავ რომ ეს ადამიანი დაჭერილია და მოდის ამ ოჯახის ბებია, დედა და ეხვეწება ტირის, დამცირებულია, ეს პოლიციის უფროსი ზედაც არ უყურებს, ალოდინებს, ეუბნება რომ მიდის ვაჭრობა თანხაზე, ეჩხუბება, აბსოლუტური დირექტორია, ესე ვთქვათ, იქაურობის. და ამის დაკარგვის ეშინიათ ასევე ამ ძალაუფლების, ხო? ძალიან ხშირად. თორემ დიდარი ადამიანი, რომელსაც გავლენა აქვს და კავშირებია, გამოძრება, თუ ვიცით ეს. ანუ მოწყვლადი ჯგუფები კრიმინალიზირებულ გარემოში კიდევ უფრო მოწყვლადი ხდებიან. ნუ კრიმინალზე უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ, ჯანდაცვაზე ვთქვათ, ძალიან ხშირად ამბობენ რომ საზიანოა ნარკოტიკი, ამიტომ ეს უნდა იყოს კრიმინალიზებული. მოდი ეს ვთქვათ, ჯანდაცვას მიხედოს ჯანდაცვამ, არსებობს საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ესე ვთქვათ, არ იყოს ეს გადასაწყვეტი
საჟელაღსრობის სისტემის ან საპოლიციო სისტემის, ხო? იმიტომ რომ იგივე თამბაქოზე ვთქვით, თამბაქო საზიანო, მაგრამ არასდროს არავის თავში არ მოსულიო, რომ კრიმინალიზება გაეკეთებინა და ამით გადაერჩინათ ხალხი თამბაქოთი გამოწვეული პრობლემებისგან, ხო? თუმცა ვიცით, წელიწადში ამდენი ადამიანი შეიძლება კვდებოდეს თამბაქოთ ან ალკოჰოლით. მეორე, ჯანდაცვის პრობლემას რაც შეეხება, სწორედ რომ რეგულირებულ გარემოში არის შესაძლებელი, რომ უკეთესად მართო, იმიტომ რომ შეგიძლია გქონდეს კონტროლი ხარისხზე. დღეს რა კონტროლი გაქვს ხარისხზე ნარკოტიკულ საშუალებაზე? არანაირი კონტროლი. შავი ბაზარი გაწვის იმას, რასაც გაწვის ხშირად ხალხმა არც იცის რას იღებს და ცუდი შემთხვევებიც არსებობს ამის გამო, ხო? ამიტომ ჯობია რომ იყოს რეგულირებული და რეგულირებაში ასევე იგულისხმება ხარისხის რეგულაციაც. და ამ შემთხვევაში უფრო დაცული იქნება მომხმარებელი. ასევე ინფორმირებული. მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, რაზეა საუბარი? რატო ჯობია რეგულირება არარეგულირებას? მაგალითად, ბადრიჯნის კონსერვი გამახსენდა უცბად, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს თუ ის არ არის სწორად წარმოებული, ხო? მე მახსოვს 3-4 წლის წინ 4 მასწავლებელი ერთ-ერთ სკოლაში არ დადგების მერე დაბრუნდნენ, წაიქეიფეს და ამ ბადრიჯნის კონსერვით 4 მასწავლებელი ერთ დღეს მოკვდა. და მოკვდა რატო? იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა სახლში წარმოებული კონსერვი რაღაცა წესების დაცვის გარეშე და რაღაც განვითარდა რაღაცა პროცესები, რომელსაც ეს ადამიანი მიიყვანა დაღუპვამდე. რეგულირება არის მნიშვნელოვანი. რატო აწერია პროდუქტს, რომელსაც ყიდულობთ, რომ რაღაცა ვადა რო გადის, იმის შემდეგ მისი ჭამა არ შეიძლება. კარგია ეს რო აწერია. იგივე შეიძლება იყოს ნარკოტიკზეც. წარმოვიდგინეთ, ადამიანები მოიხმარეს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რაც არ უნდა ჩვენ აგვგზავნოთ, ხალხი მაინც მოიხმარს ნარკოტიკს და უფრო მეც და მეც, ხო? და ყველანაირ ნარკოტიკს. და თუ კი ამას თვალს უსწორებთ, ხო, და ვხვდებით, რომ ჩვენი აკრძალვა არ მოშავობს იმაში, რომ შევამციროთ ნარკოტიკების ბრუნვა, მაშინ ხო არ ჯობია, რომ ის მაინც გავაკეთოთ, რომ ხალხს ვაცოდინოთ რა ნარკოტიკს იღებენ, რა ზიანი შეიძლება ამას მოყვეს. თუ რამე პრობლემა იქნება, როგორ შეიძლება უშუალოს თავს და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ცალსახად რეგულირებული ბაზარი არის უკეთესი და ეს არა მარტო თეორიულად, არამედ ემპირიულადაც ესეა. ჩვენ ხედავთ, რომ იმ ბაზრებზე, სადაც რეგულირება განხორციელდა, შემცირებულია ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეხლა დღეს ჩვენთვის ფოკუსი არის მარიხუანა, მარიხუანასთან დაკავშირებით თქმა უნდა სიკვდილიანობაზე საერთოდ არ არის საუბარი. განვითარება, ხო, ხალხის განვითარება და სად მივდივართ და ამაზე ხშირად აპელირებენ საქართველოშიც, რომ აი თქვენ გინდათ კანაბისი, აქ რაღაცა ხალხი ქუჩაში ეწეოდეს და ასე შემდეგ და რა მოუვა და ჩვენი მომავალი თაობები, გენოფონდი, რაღაც უამრავი ესეთი მითური თემა შემოდის. კიდევ ერთხელ ზუსტად იგივე არგუმენტი, რომ სადაც არის კრიმინალიზებული ნარკომოხმარება, იქ ჩნდება კორუფცია, იქ ჩნდება ორგანიზებული ესე ვთქვათ, კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ წელში ტეხავს შესაძლებლობებს საზოგადოებისა, რომ განვითარდეს საზოგადოება. კორუფცია, ორგანიზებული კრიმინალი არის ის, რაც აფერხებს საზოგადოების განვითარებას. პირიქით მუშაობს. ფული. ხშირად ამბობენ, რომ ეს მსგავსი რეფორმა შეიძლება ძალიან ძვირი დაждდეს. ხო, შეიძლება გარკვეული ფული დაждდეს თავიდან. აუთ გააჩნია რეფორმას, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ დღეს მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე, შეიძლება არაფერიც არ დაждდეს საერთოდ. უბრალოდ გადაწყვიტო, რომ მოდი ეს ადამიანები არ დავიჭიროთ. მაგრამ ნახოთ რამდენი დაიზოგება. სამწუხაროდ საქართველოში რამდენიც ვიცი, სრულფასოვანი კარგი კვლევები არ არის, რამდენიმე მცდელობა იყო ამის შესახებ, მაგრამ პატარა მაგალითი, რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ერთ-ერთი მეგობარი დააკავეს ერთ-ერთი აქტივისტი ორივნისის მოძრაობის დააკავეს იმის გამო, რომ რაღაც გრაფიტს აკეთებდა ქუჩაში აქციაზე ხალხის მოსაზიდად. 4 ეკიპაჟი, ესე თუ 4 ეკიპაჟი პატრულისა დაკავდა ამ ადამიანის დაკავებით, გადაყვანით შემდეგ ნარკოლოგიურში, ეს კი სანამ ეს საქმე არ გავიდა ბოლოში, რომელიც გაგრძელდა 8 საათი. ეს 4 ეკიპაჟი ვალდებული იყო, რომ დაეცადა, იქ ანუ შესაბამისად ვიღაცა რაღაცას ბინას ტეხდა, აუპატიურებდა ასე შემდეგ ამ 4 ეკიპაჟს აღარ ეცალა, რომ რეალური კრიმინალისტის საბრძოლოდ ყოფილიყო გამოყენებული. მათი ხელფასი, მათი ესე ვთქვათ საწვავი, დრო, ხო ეს ყველაფერი ხარჯია. იყო ესე ვთქვათ მიმართული არაეფექტურად. შემდეგ იყო ლაბორატორიის თანამშრომლების შენობა, ოფისის საშუალებები, რომლიცაც უნდათ რომ ეს ვთქვათ ურინო ტესტზე გაეშვათ ეს ადამიანი, თუმცა ამ ადამიანმა იცოდა თავის უფლებები და ეს ვერ გააკეთეს მათ და ასე შემდეგ, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საქართველოში საშუალოდ დღეში 127 ადამიანი მიდის იძულებით ნარკოტესტზე. გარდა იმისა, რომ ეს საშინლად დამამცირებელი შეიძლება იყოს,
და არანაირი პროდუქტიულობა არ აქვს იმ თვალსაზრისით რომ არ ამცირებს მოხმარების რაოდენობას თუნდაც ეს იყოს ლეგიტიმური და კარგი მიზანი თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამხელა თანხა იხარჯება ამაში ამ თანხის ნახევარი მაინც რომ მიემართოს არა ადამიანების დევნაში არამედ ძიმე ნარკოტიკების მომხმარებელთა რაღაცა პრობლემური ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციაზე მკურნალობაზე რა ხო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ანუ ფისკალური ეფექტი ყოველთვის არის ასიკეთო. იმ ქვეყნებში ხა დღეს აქ ჩვენ საქართველოში ვერ ვბედავთ ლეგალიზაციაზე საუბარს როგორც წესი. ლეგალიზების შემთხვევაში უფრო მეტიც შეგიძლია გააყიდვებიდან რაღაცა გადახდილი გადასახადებით დააფინანსო რაღაცა საგანმანათლებლო ჯანდაცვითი და ასე შემდეგ პროგრამები, ხო? ამიტომ დევნა ჯდება ძალიან ძვირი, ასობით მილიარდი დოლარი მსოფლიოში, მთლიანად შეფასებულია, აღარ მახსოვს ზუსტად. მას ეფექტი არ მოაქვს, ეს არის წყალში გადაყრილი ფული. მას მოაქვს ადამიანების განადგურება, დაღუპვა. საქართველოს ძალიან კარგი სიტუაციაში, კარგ სიტუაციაში იმასთან შედარებით, სადაც არის ბევრი სხვა ქვეყანა. მაგალითად, მექსიკაში უბრალოდ ხოცავენ ადამიანებს ნარკოტიკების გამო. ნარკო კარტელები არსებობს და აი უბრალოდ ყელს ჭრიან ათობით, ასობით ადამიანი იღუპება. ხო საქართველოს ეს პრობლემა არ აქვს, ხო ეს ღიად და პირდაპირ. მაგრამ ეს თელის რესურსი იხარჯება არაეფექტურად, არაფერი შედეგი არ მოაქვს. გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი, რომ შევცვალეთ მიდგომა პირიქით მოხდა, კრიმინალის დონე დაეცა, ჯანდაცვის სიტუაცია გაუმჯობესდა, მოხმარება არ გაზრდილა, ადამიანის უფლებები დაცულია და ღირსება არ ილახება ადამიანების. აი ამ არჩევანზე ლაპარაკი და უჭირთ რომ გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად ადამიანის უფლებებს ეხება, რა თქმა უნდა, მე ვახსენე გარკვეულწილად ეს ფართოცნება არის ადამიანის უფლებები, მე არ ვარ ამის ექსპერტი, მაგრამ მე ესე ვხედავ, რომ თუ კი მე მაქვს უფლება, რომ გადმოვხდე მე-16 სართულიდან და მოვიკლა თავი, მე როგორც ინდივიდმა თვით ლიკვიდაცია განვახორციელო, იმიტომ რომ ჩემი არჩევანია და როგორ შეიძლება საზოგადოებაში რაღაც ნაწილმა ადამიანებისა გადაწყვიტოს რომ მე არ მაქვს უფლება მოვიხმარო რაიმე სახის სუბსტანცია. როგორ შეიძლება ეს გადამიწყვიტოს ვიღაცამ მე? მანამ სანამ მე სხვას არ ვეხები, მანამ სანამ მე რაღაცა ზიანს არ ვყენებ სხვა ადამიანს. რატო შეიძლება რომ მე შემზღუდო ამ არჩევანში? ხო? ეს ერთი, მეორე, იგივე გაეროს კონვენცია აღიარებს ისეთ უფლებებს, როგორც არის კულტურული უფლებები და თვითიდენტობა და ასე შემდეგ და როდესაც კონკრეტულად მარიხუანაზე საუბარი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ძალიან დიდი კულტურული ფესვები აქვს და მრავალნაირი და საინტერესო ფესვები აქვს ბევრ სხვადასხვა რეგიონში და კულტურაში. სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს 2-3000 წლის წინანდელი არ ვიცი, ძალიან ძველი მოკლედ რაღაცა სამარხი, ვიღაცა შამანის ჩინეთში და მის ამ სამარხში იყო რაღაცა 3-4 კილო მშრალი კანაბისის მასალა, არც არ გავუსინჯე ეს რა თქმა უნდა, მაგრამ კვლევები ჩატარდა, ქიმიური კვლევები და დიდი ალბათობით, დასკვნა იყო დიდი ალბათობით ეს იყო როგორც ფსიქოაქტიური საშუალება გამოყენებული მაშინ. ამ ძალიან დიდი კულტურული ფესვები აქვს. ხო, ანუ ესეც არის შენი უფლება, რომ შენ გქონდეს შენი იდენტობა, აკეთო ის როგორც მოგწონს და ასე შემდეგ. და ბოლოს მინდოდა ორი სიტყვა მორალზეც მეთქვა. ამ დილემის წინაშე ვართ ხშირად და როდესაც მე 2 ივნისის სახელით საუბრობ სადღაც გრძნობამ შეზღუდვა ძალიან ხშირად. იგივე სატელევიზიო ток-შოუებში და ასე შემდეგ. მეუბნებიან რომ ნუ ახსენებ მარიხუანას რაღაცა არ არის საზიანო. ყოველთვის თქვის რომ ის ძალიან საზიანოა. არავინ არ იფიქროს რომ რაიმეთი კარგია მარიხუანა, რაიმეთი ესე ვთქვათ, არ ილაპარაკო ადამიანის უფლებაზე. მოდი ერთ-ერთი იმაზე ილაპარაკო რომ არ დავიჭიროთ, იმიტომ რომ ცოდოა დაჭერა ადამიანის და მე ვფიქრობ ეს არის არასწორი. არ ილაპარაკო ლეგალიზაციაზე, ძალიან ხშირად მე ვარ მე, არა გაქვს ამის მორალური უფლება, იმიტომ რომ აი დეკრიმინალიზაცია კი, მაგრამ ლეგალიზაცია არა. მხოლოდ მარიხუანაზე ისაუბრე, სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე არ ისაუბრო. ეს მორალი ძალიან ხშირად გამოყენებულია როგორც მძლავრი ინსტრუმენტი ამ დისკუსიებში და მე უბრალოდ უძლური ვარ ხოლმე და გავდივარ გვერდზე, იმიტომ რომ ამ მორალს ვერ უპირისპირდები, რომ ეს მორალური კატეგორიებით საერთოდ გადაწყვეტილების მიღება არ არის სწორი და მორალი რამდენად არის გამოსაყენებელი რაღაცა დიდი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც პოლიტიკის სრულების გადაწყვეტილებაში არ მესმის. მიხაროდ ამ ლექციაზე მოსვლა, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ შემეძლებოდა ღიად მეთქვა, რომ კანაბისი არც ისე საზიანოა, როგორც ხშირად ამბობენ. იმიტომ რომ ამაზე როდესაც საუბრობთ სხვა კონტექსტში, მაგალითად 2 ივნისის მოძრაობის კონტექსტში
ძალიან ხშირად ეს ქმნის პრობლემებს და მე ჩვენ ფიქრობთ ორინუსის ჯგუფი ფიქრობთ რომ მოდი იქნებ არ გავაღიზიანოთ ვიღაცები, იმიტომ რომ იქნებ ახლა როგორღაც გამოგლიჯოთ ვიღაცას დეკრიმინალიზაცია, არის ფიქრობ იმათ რომ ლეგალიზაციას ვაპირებთ. რაზეა ლაპარაკი საერთოდ? რა თქმა უნდა, დეკრიმინალიზაცია არის უბრალოდ პირველი აუცილებელი სასწრაფოდ მისაღები ღონისძიება. მე თუ მკითხავთ საერთოდ ყველა ნარკოტიკული საშუალების, მაგრამ თუ კი ეს ძალიან გვიჭირს, კანაბისის, იმიტომ რომ აგერ ბატონო კანაბისზე გაქვთ უდიდესი ცოდნა, უდიდესი გამოცდილება და მართლაც თუნდაც ჩამნაცვლებელი პროგრამები არც ისე საჩქარო და მნიშვნელოვანია, როცა კანაბისზე საუბარი, ვიდრე დაუშვათ სხვა მძიმე ნარკოტიკებზე. და ამიტომ ესე ვთქვათ, ამ დაცდა არ გვჭირდება, ხშირად ეს არგუმენტია, რომ არ ვიღებთ ამ კანონებს, იმიტომ რომ რაღაცა კომპლექსური პროგრამები გვაქვს მოსაფიქრებელი და კომპლექსური რაღაცა ესე ადვილად ვერ გადავწყვიტავთ და ესე წლები გადის და ადამიანები იღუპებიან, ხო? კარგი, ამიტომ ვამბობთ ორინუსის სახელით, რომ დღესვე მიიღეთ დეკრიმინალიზაციის კანონი. კანაბისის მოხმარებელს თქვენ ნუ დაიჭერთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის ბოლო წერტილი. მე თვითონ მაგ პიროვნული გახლეჩა ვიყო მომხრე და აქტიური მხარდამჭერი მარიხუანას კანაბისის დეკრიმინალიზაციის თუ ვისაუბრო იმაზე, რომ ზოგადად ყველა ნარკოტიკი უნდა იყოს დეკრიმინალიზებული როგორც პირველ რიგში. და კითხვა, დეკრიმინალიზაცია თუ ლეგალიზაცია? ხო, ესეთი ხაზი არის, პროცესია. ყველა ის არგუმენტი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, კარგი საშუალებას ქმნის იმისაც, რომ ლეგალიზაციას ვისაუბროთ. თავს ვერ მოვიტყუებთ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის, რომ იყოს ლეგალურად რეგულირებული ნარკოტიკების წარმოება, დისტრიბუცია და მოხმარება. დიდი მადლობა და დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებზე ან რაღაც ვისაუბროთ რელიგიას. ჯორჯიან ამერიკანელოის წარმოგიდგენთ გადაცემას ქუჩის აკადემია.